კიდევ მოვედით ხალხო. მოვესალმებით. როგორ ბრძანდებით, როგორ ხართ? რა შვებით? ის გასწორი ხქვი ბალიში. მოღრიცილი გაქ. პრივეტებს. საღამომშვიდობისა თუ შუადღემშვიდობისა მგონი, რა ვიცი. 3 საათია. 4-ია, რა ვიცი. 3 ხდება. 3? ხო. როგორ ხართ, ჩემო თბილებო და ტკბილებო, როგორ გიკითხოთ, რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი. ჩვენსკენ ჯერჯერობით ძველებურად. აი რა უნდა მინდო, რა მინდო და მას ხო ეს დავეყუდები. საწენი მტკივა ძალიან. რა ხდება თქვენსკენ აბა? მე მინდოდა დღეს მიულოცოთ ბოლოზარის სკოლის დამთავრება. ბოლოზარს ბავშვებს ბოლოზარი. სკოლის დამთავრება. უსურვოთ ბედნიერება, წინსვლა, წარმატება, რავი, ყველაფერი კარგი უსურვოთ ჩვენ ახალგაზრდობას. გაიხარონ და სულ წინ და წინ იარონ ჯამთელები და ბედნიერები და ლაღები და რა ვიცი, ყველაფერი კარგი ყოფილიყოს მათთვის. მშვიდობიან საქართველოში, მშვიდობიან სოფლიოში ეცხოვროთ და რავი, კარგი ყოფილიყოს სულ მუდამ. ისევე ჩემი შვილისთვის და ისევე სხვისი შვილებისთვისაც და ყველასთვისაც. გაიხარეთ და გამრავლდით და გაბედნიერდით. ხა შენ მოილოცებიო? გილოცავთ ბავშვებო სკოლის დამთავრებას. გისურვებთ წინსვლას, წარმატებას. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხართ. და ყველაფერს საუკეთესოს. მშვიდობა იყოს, მშვიდობა ბიან საქართველოში გეცხოვროთ. რა თქმა უნდა, მშვიდობიან დედამიწაზე, სოფლიოში. და წინსვლას და წინსვლა ყოველი ნაბიჯზე და ყოველი ცხოვრების ეტაპზე. ცხოვრების ყოველ ეტაპზე. ეტაპი. პლახად თქვი ეტაპი. ეტაპზე. მიყვარხართ ბავშვებო და მიხარია რომ სკოლას ამთავრებთ, კარგად ახართ, ჯანმრთელად ახართ და რა ვიცი. ეროვნულები კი გეწყებათ ბავშვებო, მაგრამ არა უშავს. ეგეც ჩაივლის. ჩააბარებთ. უპრობლემოდ. ეგეც ჩაივლის. ჩვენ გისურვებთ ნამდვილად რომ ერთ დროს მეც ვიყავით თქვენს ადგილას. სწავლით და ცხოვრებითაც ერთ დროს ხალხო ბავშვებო მეც ვიყავი თქვენს ადგილას. ჩავაბარე და დავისვენე. თქო, ყველას ეგრე. ეხა ჩემი ბანკეტი, ვაი ვერასასაცე. ჩემ ბანკეტზე იყო 1000-ნაირი რაღაცეები. ბანკეტი? მქონდა ბანკეტი? ბანკეტი მქონდა კი. ისე იგი მე არ მქონდა, მაგრამ მქონდა. ბანკეტიც მქონდა. ისა ბოლოზარი რა თქმა უნდა. ბოლოზარი კარგი იყო, მართლა კარგი ბოლოზარი მქონდა. ბანკეტის გარდა ყველაფერი. სადა მაგისის? სადღა იქნება ჩემი რავი რაღაცა გადავაგდეიტყო. მოიქნებდი მე ჩემი ამბავი ხო იცი. ძველი რაც არის ყველაფერს ნაგაში ყრის. და რავი გიორგის ჩემი სად არის, ჩემი ვერ ვიპოვე. სად არის არ ვიცი. შენი სადა ვიღაცას მივეცით გონი დახატული დედი. სად ვის მივეცით დახატული კაცო? ვის რაღაცას მივეცით დედი. ვისა? ჭირდებოდა ვიღაცას და მივეცით ხო ვისა ახლობეს გონი ვიღაცა. რაზე სჭირდება? რაღაცაზე სჭირდებოდა არ ვიცი. არ ვიცი სად არის ვერ არ ვიცი ხალხო არ მახსოვს. 26 რამდენი წელია 26 წელს არის გიორგი და რა. რამდენი წელია ხალხო რაც სკოლა დავამთავრეთ. სხვათა შორის წარმატებით. წარმატებით დავასრულე. მითუმეტეს უცხოენაში და მათემატიკა. წარმატებით დავასრულე. ყველა საგანი უყვარდა. ვერ ვიტყვი რომ აი ყველა საგანში კარგი ნიშნები ავიღე, მაგრამ ინგლისურში უფრო მაღალი ქულები მქონდა. არა, ინგლისურში და მათემატიკაშიც ძლიერი. მათემატიკაშიც ხო და ის არის როგორ ბოლოს რო გამოცდა ჩავაბარე. ინგლისურში ავიღე თუ არ ვწდები
აი ზუსტად აღარ მახსოვს. რა გამოხსოვდება? ზუსტად არ მახსოვს ხალხო. წარმატებით, შოთაშორის ძალიან წარმატებით დავასრულე. და კარგი იყო ძალიან. დასაწყისში არ სწავლობდა ისე რა. რაც თოპლუ მეხვევა რატო? ამით ხშირად მეხვევა ეს თოპლუ და რა სიკვდილი ამ თავში. რა ჩამაჭდა ისა. და სხვათა შორის აიცი წარმატება იყო ძალიან კარგი წარმატებული წელი ქონდა გიორგის. ახლა მე კი ვსწავლობდი, გან არ ვსწავლობდი, მაგრამ გიორგი ჩემზე ძლიერი იყო. ისე რა, ახლა საშუალო ქულები მყავდა, ახლა თქვა რომ ნავეტანი ფუფუნე ის ვიყავი, რა ქვია, ვანგრევდი ქვეყანას არა, მაგრამ მაინც სტუდენტი ვიყავი, რა თქმა უნდა, სამედიცინოზე ჩავგანე, რენტგენო ლაბორანტივნო ყოფილიყავი. რენტგენს გადაგიღებდით ხალხო, YouTube-შიც ვიქნებოდი და რენტგენშიც ვიქნებოდი. ხო და ეს რა მინდოდა მე თქვა, მე ბოლო ზარზე რომ დავამთავრეთ სკოლა. ეს არის, რა ქვია. მოიარეს ფილი. სად იყავით? სადღაც ვიყავით წასულები, ხო? ოღონდ მასწავლებელი არ წავიყვანეთ. კლასი ვიყავით წასულები სადღაც. ეს დახატული იმეებით, რა ქვია. პერანგებით. ჭრელა ჭრულები დავდიოდით წინ და უგან. სხვათა შორის აქაც მოვედით, სახში. ხო, რა ვიცი. ხო, სახშიც მოვედით. ყველა სახლი დავიარეთ აბსოლუტურად. ხო, მე მგონია კი. წლები ეს რა არის ადამიანის ცხოვრება. მე დავბრუნდით ისევ სკოლაში, ფეხბურთი ვითამაშეთ. ფეხბურთის თამაში რაღა იყო მაშინ ხალხო, ხა? ფეხბურთი ვითამაშეთ. გოგოებმაც და ბიჭებმაც. დავასრულეთ. სკოლა წამოვედით მე სახლებში. მგონი სადღაცაც იყავით წასულები ქალაქში ვიყავით ხო სადღაც. მასწავლებლები, ხო, რესტორანში თუ სადღაც. მგონია კი. იყავით. ხო, ის არის სახლებში მივედით, გამოვიცვალეთ და წავედით მე. იქით, ცენტრიდან წავედით. ის ქონდა რა ქვია, ავტობუსი ქონდა დაქირავებული. მარშრუტკები, ხო. რა ვიცი, პარალელური კლასი არ წამოვიდა. არა იყო. არა, არ ყოფილა პარალელური კლასი. შენ კლასში რატო იქნებოდა პარალელური, სხვა კლასში იქნებოდა თავიანთი კლასი. იყვნენ, მაგრამ თქვენთან არ იყვნენ. თქვენ სხვაგან იყავით. თქვენი კლასი ბევრები იყავით, გიორგი 28. 28. რამ გიკბინა გიო? მიკბინა რაღაცა არ ვიცი. 28 ბავშვი. აუ როგორ მიხურს. ხო ჩვენება. ხო აი აქანა ნაკბინი. მიკბინა რაღაცა. ხო და ის არის რა ქვია. რამდენი ბავშვი იყავთ? 28. 28. მეც სხვათა შორის მეც 28 ბავშვი ვიყავ. და სად დაამთავრე სკოლა უთხარი? ის სად დაამთავრეო? ის არის რა ქვია. ინგლისური ენის კურსები მაქვს გავლილი, წარმატებით. მოიცა სად იყო? ვაიმე დედა გამახსენე, ღმერთო გამახსენე. არ მახსოვს კი ის. აუ, ხალხო დამავიწყდა ღმერთო. ღმერთო გამახსენე. ოღონდ ის არის რა ქვია, ქართულად არ ჩამებარებია. ქართველი ისინი არ მყავდა რა ქვია, ლექტორები. იცი როგორ გავიარე? ბრიტანული ის გავიარე მე რა ქვია. ბრიტანული აქცენტი. ოსტაჯიო თუ რა? ჰა? რაღაცაში იყავ. ხო, რაღაცა ის იყო რა ქვია. კოლეჯი. კერძო კოლეჯი იყო ის. კერძო კოლეჯი იყო, ხო. სხვათა შორის ის არის რა ქვია. სახელმწიფო არ იყო. სახელმწიფო არ არის. არ იყო. ეხლა თუ არის კიდე არ ვიცი. აღარ არის მე მგონი ეხლა. ეხლა თუ არის კიდე არ ვიცი. სხვათა შორის ძალიან ძლიერი ის მყავდა რა. ლექტორი მყავდა. ლექტორები. ხო, ლექტორები. წარმატებითაც ჩავაბარე.
ის ავიღე რა ქვია მაგისტრი ავიღე იმისი იმასიც გავედით მაშინ ჩვენ მე გავედი იმაზე რა ქვია ოლიმპიადა იყო ჩატარებული იმისი ინგლისური ენის ხო და გავედი და წარმატებით დავასრულე რა ვიცი მე კიდე მინდოდა ჩავარება მაგრამ მე აღარ ჩავაბარე რა ვიცი ზოგიერთებს ერთები ის არის რა ქვია რა ვიცი გაუნათლებელიო და გაუნათლებელის კომენტარები იყო თან ორის ერთის კი არა მეორეც იყო ხო ხო მეორე რომელი პოემა დღეს დილით დილით ხო და მეორე არა ის აღარ იყო მის გუში რო და იმას ავკენი და მე ამ დილით მეორე იყო თან უფალი ფარავდესო ბოლოს ამას დილას რო დამიწერა უფალს ახსენებს და რეებს წერს ხალხო პოემა იყო იმ ხელა რომ იმაში არ დაეტეოდა რა ქვია აი რო დამესქრინა დამებეჭი და ჩარჩოში კი არ ჩაიტეოდა მთლიანად იმ ხელა პოემა იყო ის დავასრულე რო კითხულობდი ხო ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ იცი რა არის ხო ბავშვები წინსვლა მართლა კარგია მაგრამ აი რატომ იცი აი რატო ლანძღავენ ამ ბავშვებს მე არ ვიცი უნიჭო რატო არის ვინმე ეს ერთო თუ ის არის უნიჭო თაობა ხართო ისაო რა ქვია იმან გუშინ კიდე უნიჭო მეორეთაც დაწერა კიდე კომენტარი რო ჩავწერ ეგეთი რაღაცები რატო თქვი ჩენზე რატო მე არაფერი მითქვი რა არ გითქვი ადამიანო იმას აქენი რა ქვია მიმაწყევლე ერთი გემრიელად და რა არ გითქვი ადამიანო ჰა მიმაწყევლე და წყევლაზე ცუდი რაღა გინდა უსურო ადამიანს და გუშინა იმასაც დაწერა კუბო დაგიდგითო კუბოც დაგიდგიდა ვენოკებით დაგალაგე ზეთ ნუ იწევლები არ იქაგიოგი შენც გით ნაგა განებით თავი ვეღარ დაწერს დაბლოგე არა ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ იცი რა არის წინსვლა უნდა უსურო ახალგაზრდებს აი როგორი კარგია დღეს ბულოზარია ძალიან სასიხარულოა ვიხარია რომ ბავშვები გაიზარდნენ ჩამოყალიბებდებიან ნორმალურ ადამიანებად და რა ვიცი ყველაფერი კარგი აუ ხალხო ძალიან მალე გადის დრო და ჩემი დრო სხვანაირი იყო მაგალითად აი მე ყელსახვევი რომ ეკეთა ხო მაშინ სხვანაირი დრო იყო მე რო გადავიდა ხალხნოის ყელსახვევის ისა რა ქვია დაწვის დრო რომ მოვიდა აი დაწვის კი არა რო აღარავის აღარ უნდათ რა ხო ითო არეულობა რო დაიწყო მაშინ ის არის რა ქვია სკოლაში რა გავაკეთეთ იცი ვინც ყელსახვევის ვინც ატარებდა თერამ ხელა რამდენი კლასი ატარებდა მე-9-დან მე მგონია მე-10-მდე იყო რომ მოიხსენით ყველამ და ერთი გორა შუაში დავაყენეთ გორა ასე იყო იცი რამდენი იყო მე წავუკიდეთ ცეცხლი რო წავუკიდე და დაიწყო ბრიალი ამ იმან რა ქვია ეგ რომელი დროს იყო რა დროს იყო კომუნისტების დროს იყო ეთყობა იმიტომ რომ კომუნიზმი რო დაიჭალა მაშინ იყო ხო იმის ჩამოს დაძვა ხო კომუნიზმი რო დაიჭალა ახლა ლენინის ორდენი ნოკვეთებოდა ლენინის გამოსახული თავი ლენინის რა იყო რა სისულელი არის სხვათა შორის ხალხო იცოდით ლენინის ის არა ქვია ლენინი იმაში ყავთ ხო რა ქვია მავზოლეუმში იმაში მოცივარში დევს ხო წევს და დევს ისე კი არა ფეხზე კი არა მოცივარში დევს ხო და ის არის რა ქვია აქანა გულზე ლენინის ორდენი ისა ფორმები ყავს სტალინიც ხო არ გქონდათ ბარე არა სტალინი არ გქონდა ლენინი გქონდა მარტო და ასე ვშობოდით აი ესე აი რა ღოხრობა არის ასე უნდა გავკეთებია სწორდით მენა ეს რა ღოხრობა არის რა არის სამხედროა სამხედროს რო სწავლობდით გიორგი მე-11-ში სამხედროს მასწავლებელი ესე იარაღებს ვაფშლი ხო
რა მაგარია. ჩემ დროსაც იყო სხვათა შორის ეგ ხალხო. ხალხო შორის ძალიან კარგია. ჩემ დროსაც იყო. იმეებს მოგვიტანდნენ ხოლმე. რა ქვია, ავტომატებს და იყო კი. იყო მახსოვს. იყო. ავტომატებს მოიტანდნენ ხოლმე და დაშლა, აწყობა, ისა რა ქვია, რაღაცები მიმაგრებ. ერთხელ ხალხო არასწორად იმას ავქენი რა ქვია. სროლასაც გვასწავლიდნენ სხვათა შორის. იმებს დაგვიდებდნენ ხოლმე ჩვენ რა ქვია. სამიზნებს და ერთხელ ვაიმე, კინა არასწორად ვისროლე და კინა დირექტორს არ გავარტყი. ავტომატი ხალხო კინა დირექტორს გავარტყი ტოპი. არასწორად ვისროლე, მე რა ვიცი. მე რა ის წავიდა არასწორად. ტრაექტორია აირჩია. ო და ის არის რა ქვია. ერთხელ რა მომივიდა ხალხო სკოლაში. მოვდივარ. სწრაფად მოვდივარ, თან ვიყურები ტელეფონში. დირექტორი მოდის ვერ დავინახე მე რა ვიცი შევასკდი ვიტავი ამ კაცს. და რაც რამე ხელში ეჭირა დავაყრევინე ძირს. დირექტორს. ო და ეგრე იყო რა ვიცი. აუ ხალხო რეებს აღარ ვაკეთებდით სკოლაში. რა ვიცი. შეიძლება საინტერესო ფორმა იყო, რა სიგიჟე იყო, რეებს აღარ ვაკეთებდით მათ. ერთხელ ხალხო თუ მაგ მოყოლილი აღარ მახსოვს, შევაღე გიორგის კლასი. სულ ხშირად ჩავდიოდი მე გიორგისთან. შევაღე და ესე ღუმელები იდგა ადრე და ეხლა კი აღარ არის, ახლა გათბობები აქვთ, მაგრამ ღუმელები ხო იდგა ხალხო და იმ ღუმელის ტრუბები იყო, ასე ტრუბა იყო ჩამოშვედილი ესე დიდები და იმეებში იყო შეშვებული, რომ წასულიყო გარეთ. წასულიყო გარეთ. ბოლი, მაღლა და კვამლი, ხო და ის არის რა ქვია. გოგო დგას ფანჯარაზე, რავი, რომელი იყო გიორგის კლასელი მე აღარ მახსოვს ზუსტად. შევაღე კარები და მოეხვი ამ ტრუბას და ჩადის. ჩავიდა. ვაიმე. თუ ჭკვიდან არ შევიყევოდი აღარ მეგონა. მე მეგონა ბავშვი აღარ არის ცოცხალი მეთქი სულ შიში კანკალით მივედი ფანჯარასთან და გადავიხედე სულ ასე მიკანკალებ და ხეფე. ვაიმე. მე მეუთხარი. ამოვიდა ის ბავშვი სიცილი კისკიტის ბავშვები იხოცებიან სიცილი წაწია. ვაიმე როგორ გაუბრაზდი ის ბავშვებს. რა არის მეთქი შვილო რატო ჩადიხართ ეს რა ხდება მეთქი ეს რა არის? რა წესია და კანონია მეთქი რო ჩავარდე რა. ვაიმე რეებს აღარ შვებოდი. მე ხალხო ჩავიცვამდიან კოკინეებს დოკოკინოვდი. დაკაკუნოდი მე რა ვიცი ჩაგეძვა დაბლები ხო შეიძლება. მაღლებით დადიოდა სკოლაში ხალხო. თან როგორ კარგად დავდიოდა რა ვიცი გავილი. აკაკუნდებოდა იმ მაღლებზე. ჩაიცი დაბლები და ჩამოდი. მე რა გიქა. კოხტა დავდიოდი. და ის არის. ხო, ეგ იმიტომ ჩავიდა იმაში. ზე რა ქვია. ნიძლავი. ჩასრიალდა, ნიძლავი იყო. რა იყო ნიძლავი და მანებეთა. თუ გული არ გამისკედება. ერთხელ ის არის რა ქვია, ფანჯრები დაგვიკეტეს. უნდათ რა ქვია. ლურსმებით ამოგვილო ქოლეს, იმიტომ რომ ჩანთებს ყდიდით ფანჯრიდან და ჩატალოზე მივდიოდით. რა აზრი ქონდა იმ ამოკეტვას? ჩავამტრიეთ მერხით ფანჯარა, სკამით. ხო და იმას ავქენით რა ქვია. გადავყარეთ ეს ჩანთები. ჩვენ ის არის რა ქვია, კიბეზე გავიქეცით, დამლაგებელმა დაგვინახა და დირექტორთან ჩაგვიშვა მე. და იმ დამლაგებელსაც ოინი მოუწყეთ მე, რომ მივედით მეორე დღეს. თეთრში ბავშვები. ის არის რა ქვია, ყავას სვავდა და ის ჩაუყარეთ რა ქვია, ყავაში. შავი პილპილი. ვაიმე ერთხელ ხალხო ჩემ ბავშვობაში რა შევდივარ და შატალოზე უნდათ ბავშვებს წასვლა და გაკვეთილიც გაცდენა რა აღარ შემოგვივლინე მასწავლებელი დააყარეს ღუმელზე პილპილი ხო წითელი ხო რომ წითელი ხო დაბოლდა ხალხო გამოუშვა ეს წარესუნი თეთა მე დაგვიკეტეს გარედან კარები მასწავლებელმა რომელიც ის იყო რა ვიხჩობით ვიგუდებით
ვეღარ ავსუნთქავთ უკვე ერთმანეთს კი ვეღარ ვხედავდით ხალხო ისეთი ის იყო ბოლი აი აქედან გიორგის ვერ დავინახავდი აუ ეს რატო თეთრდება რანაირად გათეთრდა ეს ცუდად ანათებს ხალხო ეს ის არა ქვია ფაჯრიდან შემოატრიალე ცოტა ფაჯრიდან ანათებს ძალიან ცუდად და თეთრდება შენ რომ მოძრაობ იმიტოდე აი ახლა აღარ და ის არის რა ქვია და ვიხჩობით აი გიორგის აი ასე ვიყდით ერთმანეთთან და ვერ ავხედავთ ერთმანეთს ანალოგიური მოგვივიდა ჩვენც ისეთი ბოლი ანალოგიური მოგვივიდა ჩვენც ახლა რა გამოგვიშვებდნენ ჩვენ წითელი არა მაგრამ ჩვენ შავი იმას აქვენით შიგნითაც შევყარეთ ფეთში ღუმელში შიგნით შეშას შევაყოლეთ შეშას იმას ახნეს რა ქვია დააყარეს ზემოდან რომ უნდა შეგვიდო შეშას დააყარეს ზემოდან ის გარეთ გავიდო შევიდა და ზემოდანაც დააყარეს მე კიდე ზემოდანაც დააყარეს ზემოდან დააყარეს უდაბოლდა დაბოლდა ხალხო უკვე ის არის რა ქვია მასწავლებელი შემოვიდა დაგვიკეტა კარები მე ჩვენ ალბათ ჩვენ გვეგონა რომ გაკვეთილს აღარ ჩაგვიტარებენ და გაგვიშვებენ თქო რა გაგვიშვებენ ხალხო ჩაგვიკეტა კარები მასწავლებელმა და უცბად მე რა ვიცი მასწავლებელმა გამოიარა რომელიღაცა მასწავლებელმა თუ ბავშვმა გაიარა თუ აღარ ვიცი ხველების ხმა ისმის კლასიდანო და ის არისო რა ქვია დაკეტილიაო თვითონ გავიდა ხალხო ნახე რა გააკეთა როგორი ნაგლურად მოიქცა გავიდა დაგვიკეტა კარები მოვიდა მე დირექტორი მოვიდა და დირექტორმა გაგვიღო ვის აქ გასაღებიო მომეციტო და ერთ-ერთმა მასწავლებელმა ვიცა ვით დაგვიკეტა იმას ქონდა და აი მე იმ მასწავლებელმა კარგად კი საყვედურები მიიღო დირექტორის კაბინეტში ლამის გაანთავისუფლეს კარგიც იქნებოდა აბა როგორ შეიძლება ეგეთი რაღაც ბავშვები რო დამხჩალიყვნენ მე სად მიდიოდიო სულ ყველა მთელი კლასი ჩავკვეთა თან ერთიც არ აკლდა ხო მე ჩვენ მშობლებმა ჩავედით და უთხარით პედაგოგს რომ მასწავლებელო არ შეიძლება ეგეთი რაღაცა ყოფილიყო ხო პედაგოგს ბავშვებს კერდაბრდებოდა პედაგოგს რომ ბავშვები რატო არ უშველე ბავშვებმა ბავშვურად გააკეთეს ხო და ელემენტარული რატომ გააკეთეს ბავშვურად მოვიქეცით ხო ბავშვები ვიყავით და მასწავლებელს დაბრალდებოდა მე გავიგუდებოდით პირდაპირ გავიგუდებოდით ვერ მოისულიერებ ისე ვახველებდით ხალხო ისე დამწარდა არ ჩანდა ყველაფერი ბოლი იდგა მთელი მასში რა ქვია კლასში მოვიდა სკოლიდან მე გამოუშვეს მალევე აუ ესენი მქონდა ჩამწვარი დირექტორმა გაგუშვა მე ხო მე ვიცოდი რომ იცი რა არის ხალხო რომ მოვიდა იხჩო რა გჭირდა და თვალები დაწითლებული თვითონაც ესენი ცრემლები მომდის გაწითლებული ერთი ნახევარ საათზე მეტი იყვნენ გონი ჩაკეტილებში და მოვიდა ხალ გაგიჟებული გადავირი მე თქვი რა ჭირს გიორგი რა ასე და თან ვერც აყვება ქეცაყვება ვერც ვლაპარაკობთ ხალხო ის არის რა ქვია თან როგორ გვითხრა რა თქვენი ბრალია რაც გააკეთეთო ეგდევით აქ იმის დამთავრებამდეო რა ქვია გაკვეთილების დამთავრებამდე და მეორე გაკვეთილი იყო დაწყებული წარმოგიდგენთ მეორე გაკვეთილი დაიწყო და გამოგვიშვეს მაშინ ხო და ის იყო რა ქვია მე ვიცოდი რომ ზე კაი იყო ხალხო ზე რო სიმწადეს როგორც იცი ზე არის წარე ხო და წარეზე კარგი მე დავალებინე ზე რაღაც სწავლები მივეცინა უშპა რაღაცეები ჩამწვარი მქონდა ეს ყელი თვალები მეწოდა ცრემლები გამდიოდა ცხვირი სახეზე წითელი ვიყავი გამოუშვალი ქონდა ცხვირი და კინა მეორე დღეს არ გამიშვია მეორე დღეს სკოლაში აღარ წავედი სხვათა შორის არავინ არ ყოფილა ჩემი კლასი სკოლაში არ იყო არავინ ჩვენ ჩავედით მას მშობლებმა თქვით და წავედით ნამდვილად რომ მე ზუსტად მე კიდე ოინი მოუწყეთ ზუსტად მაგას მოუწყეთ ოინი ის არის რა ქვია ზაფხული იყო და გაზაფხული არა ზაფხული იყო გაზაფხულზე ხლიკებს რა უნდა მე ზაფხულში სად იყავით ზაფხულში სად იყავით სანამ დაგვითხოვდა არა გაზაფხული იყო ხალხო მაისში გვითხოვდნენ ხოლმე არა გაზაფხული ხლიკები უკვე რო გამოჩნდებიან ხოლმე ხო არა ხლიკი არა ბაყაყია მოიყვანეს ხო ბაყაყია მოიყვანეს და
იმას აკნეს რა ქვია. გამიკვირდა. ჩანთაში ჩაუსვეს ხალხო, გაახსნა ეს ჩანთა და შემოვიდა კლასში, უნდა ჩაეტარებინა გაკვეთილი. რაღაცა უნდა მოიღო, არ ვიცი რა უნდა. რაღაცაზე გავიდა გარეთ და მაშინ ჩაუშვით. ხო, რაღაცაზე გარეთ გავიდა. შემოვიდა, უნდა მოიღო რაღაცა, ჩაედო თუ რაღაცა, უნდა ეხლა გაახსნა ეს ჩანთა ხალხო. ამოხდა. აი ეს პიტამინ გულზე შეახტა ისიც რა ქვია. აიმე. ბაყაყი ხალხო, ვაიმე, კალმა იკივლა. კალმა იკივლა. ისე ტირილი დაიწყო ხალხო. ხალხო შიჟისგან წავიდა მე ის არის რა ქვია. ვაი, ვიცახი ახლა ამას რაღაცა დაემართო და გული წაუვიდეს. მე ამის ჩვენელი არა ვარ, მე მივდივარ აქედან. ხალხო გავიდა მე კაპლები დაალევინეს, ის გაკვეთილი ჩაიჩალა. აი, აბა როგორ უნდა? ოინი მოგვიწყო, ჩაგვიკეტა კარები, გლამის გავგუდა. ის არაფერს უზავდა ის ბაყაყი, უბრალოდ შეაშინა. რაც უდი შეგრძნება წიწაკას რო შეიცვლით. ხო. წიწაკა თან მე წარე იყო. წარეა და რო გაიგუდო რას იზავდა მე რო გავგუდულიყავით სულ ყველა. თანამდენი 28 ბავშვი. ნუ არ ვიცი რა. არ შეიძლება ეგრე. არც თქვენ ამბობთ მარტო მასწავლებლის ბრალი არ იყო თქვენ. სიმკაცრე გამიგია, მაგრამ ეგეთი სიმკაცრე კაცო? თქვენი ბრალიც იყო არ უნდა დაიყავეთ. ვიც ჩვენი ბრალიც რო იყო, მაგრამ ან რაღაცა ქენი დირექტორის დაუძახე, ან რაღაცა ქენი ჩაკეტვა რაღა არის. ციტაკაშთა. ის როგორ არ მოვიფიქრეთ, რომ ფანჯარა გაგვინკრია. და გავურყო. ვეღარ მიდიოდით გიორგი ფანჯარამდე ახველებით. ჩვენთვის კი დაუბრალებია მე დირექტორს. მასწავლებელს ეცა, პირდაპირ ეცა. აი როგორ დამრჩალიყვნენ მე სად მიდიოდი. მოვიდნენ მე სახში და მშვენივრად იყო მე. მე რა ვიცი. მე დაეძინა. ხო. ის არის რა ქვია. ახლა იმას ვიხსენებ ხოლმე რა ქვია. სასაცილოდ. მაშინ ძალიან ცუდი კი იყო, მაგრამ ახლა სასაცილოდ ვიხსენებ. თქო, მაშინ ცუდი იყო, მაგრამ აურა ისე სხვათა შორის ძალიან ცუდ რაღაცებს ჩავდიოდით. ძალიან ცუდს. არ უნდა გაგვეკეთებინა. კი მართლა. მსგავსი რაღაც. ძალიან ცელკი იქები ვიყავით. კლასის ორგანიზატორი ვიყავი მე. პირველ კლასში ვიყავი თუ არ ვთვლები მერხი დავამტვრიე. ხო. მერხი დავამტვრიე ხალხო. მამა ჩემო გააკეთა მერე. დავალაგებდით ხოლმე ამ მერხებს და ხვტებოდით ზედ. სირეებს არ აკეთებდით კაცო, აიმე. სხვათა შორის წარბზე ცელკობის გამო ისიც მაქვს რა ქვია. შრამი. მივდევდი კლასელს და იმას შევეჯახე რა ქვია. სტოლბას. ბოძს შევეჯახე. თაპირდაპირ კუთხეს. რო აღღვილებს აი. თიბავს ალბათ. არა, მე რო სკოლა დავამთავრე და ის არის რა ქვია. რო სწავლობდით, მე აღარ იმას მიქნია რა ქვია. აღარაფერი, აღარ დამიშავებია. აუდიტორიას ხوار დავამტვრევდი. ხوار დავლეწავდი. სერიოზულად ის მქონდა რა ქვია. სტუდენტობა შევიფერე. და სტუდენტობა ხალხო იმხელა კონსპექტებს წერდი რო რა ვიცი.
და უშავს იგი დროც იმხელა სპექტები იყო რომ მაგრამ განათლება მივიღე ეგრეა რა ვიცი ზოგადად ყური მიხარება გაწვინდება ალბათ აუ ტვინი წაიღო ამ ცუდმა ამინდებმა რა მართლა რა მოვიდა ყელში რა ყოველ საღამოზე წვიმაა რა წვიმს და აღარ მოდის ეწვი აღარ შორდება საერთოდ ჩასართავი მაქვს სამზარეულო მივალაგე იქით აქეთ ფანჯრები გავწმინდე რა აზრი აქვს ნეტაი სამზარეულოს ფანჯრები რო გაწმინდეს უბრალოდ მაშინ გაწმინდება სამზარეულოში ხო იცი იხასრია რა ვიცი ვაკეთებ ესე რაღაც ხან ხო იცით ხალხო რო არის და თქვენ ისა რა ქვია სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდებისო თუ როგორღაც არიან თქვა კაია სკოლა სკოლა ის არის სტუდენტობა რაღაცა რომ აიციცი პროფესია რო გაქვს არა ელემენტარული გიორგიც რა უნდა გითხრა ის დრო აღარ დაბრუნდება არასოდეს სწავლა სიბერემდე უტყუილა კი არა ნათქვა მაგრამ მაინც ძნელია მაინც ის არის მაინც არა ისე ვეღარ ახარ როგორც ახალგაზრდა რომ სკოლაში ვეღარ მიხვალ სკოლაში ხვალ მიხვალ ახლა და სკოლაში დაჭდი ხო ბავშვობას ვეღარ გაივლი ბავშვობას ვეღარ გაივლი არა ბავშვი კი ჩვენში ყველაშია მაგრამ ხანდახან ავცენ დრო კვდები ხოლმე დავიწყე დირი თქო და ხანდახან სერიოზული გვიჭერია ეგრეა ჩვენი საქმე ბოლოს არის პირველ კლასში რომ მივედი კიდე ახალ წელზე ხოლმე ჩვენთანაც ბოლოს ხო ახალ წელზე ხოლმე იმებს დაგვირიგებდნენ ლექსებს ზეიმები რო გქონდა რა იყო მე რა ვიცი ზეიმები რა უბედურება იყო ხალხო ბახში არ მიყვარულია გიორგის ერთხელ მივიყვანე ბახში ერთი დღე მივიყვანე ორი სამი დღე ვატარე ვაიმე და ის არის ოქია არ გაჩერდა ჩემი ქმარმა მითხრა გამოიყვანე ნუ გაატირებ ამ ბავშვს გამისკდება ლამსა გულიო რაზე ვჯღავდი კი მარა ცოდუა დაანები თავი იყო სახშიო კი მაგრამ რაზე ვჯღავდი მე რა ვიცი სუტიროდი განუწყვეტე საჭმელსაც არ აჭამე ან ჩადი ან ამოდი რაღაცა გააკეთე ხო და ეგრე იყო რა ვიცი და გამოვიყვანე აღარც მიმიყვანია ბახში სკოლის პირველი კლასის ალბომი მაქვს დაადახევინე არცია არ ვიცი სად არის აი კაიგე იქითაა ამბული აქ არის აქ იქით არის თუ იქით არის არა აქ არის აქ გონი აქ არის თუ იქით ის არის რა ქვია დედა ენა მეჭერია და ის სერიოზული დგავარ გაჭიმული დგავარ რო მაშინ ის არის რა ქვია მოდი რა მიწი რაღაცა არა ფილმი ხდება ხო და ყენებია ეს კლასი დაგვაყენეს და ზოგის კამზე დააყენეს არ ჩადნეს სურათში პატარები არ ჩადნეს სურათში ზოგის კამზე დააყენეს მის კამზე რა თმინდოდა მაღალი ვიყავ და ინგლისურის მასწავლებელი ყავდა მაგარი ელისო მაგარი მასწავლებელი ყავდა ალბათ იქნება კიდე სკოლაში იქნება რა
ის როგორ მიხურს ის ნაქმენი. მე კიდე ფრანგულს სწავლობდი და ის არის ჩაგვირთავდნენ ფრანგულის რა არის ამეჭრელ და ამე მყვა თვალები, ამიჭრელ და თვალები, ანა მოდია რაღაცა კენი, ან ჩადი. ფრანგულს რო შევიდოდი სიმღერას ფუ. სიმღერებს ჩაგვირთავდნენ რაღაცეებს და ვაიმე. რას ვიგებდით როგორც მენი არ ვიცი, ფრანგებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ფრანგულს ყველაზე მე ბევრად მიჩვენია ის არა გვია ინგლისური ენა. ბევრად მიჩვენია. ფრანგულის და რუს სიტყვა თქვა, ესე მგონია ენა უნდა მოვინტრიო. ფრანგულსაც სწავლობდი. რუსული არ მაქვს ნასწავლი სკოლაში ხალხო. რუსული არ მისწავლია. რუსული სწავლა ჩემი დამსახურებაა, ჩემი თვისწავლი. ადრე სხვათა შორის თავიდან დავიწყე იუთუბერობა და იმასაკენი ბევრჯერ უთქვიათ დაგველაპარაკებო, მაგრამ არ ვსაუბრობ არც ერთ ენაზე, უცხო ენაზე. როცა ქართველებთან მაქვს კომუნიკაცია, ქართულ YouTube-ზე ვარ. საუბრობ ქართულად. ქართულ რო არ მქონდეს ქართული კონტენტი, გადავიღებდი სხვა ენაზე. ქართული კონტენტი მაქვს და ქართულად ვიღებ. Thank you very much. Thank you very much. გუნდ თქვა გიოისა და ლაიქებ ვიდეო გამოიწეს. Subscribe to my channel. YouTube-ი რო იყო ჩანელიო თუ ვიღაცა რო იყო ვინა? რაღაცა ჩანელი, რაღაცა ვლოგიო, რაღაცას რო იძახო და შენც რო გწერდა ხოლმე ის მიროს ჩანელი? ხო, ის აღარ არის. არ ვიცი, აღარ გამოჩნილა. აღარც რო უწერია შენთვის. საწარი და გწერდა ხოლმე იმაში YouTube-შიც. ნუ ხო ვიდეოს რო მოვჩები აბაზანაში უნდა შევუვარდე. მოდი გიორგი ხა მოვჩეთ მართლა დედი რო აირევა. დავიბანო. ისევ არამერიო სამინდი გამოვიყენებ ამ კარგამით, არამერიო სამინდი და რა ვიცი მე. ყოველ დღე კი იბანს იგლა ხამინჩი და კარგამინჩი, მაგრამ აი. კი ვიბან, მაგრამ უცბად შეიძლება ამე აირიო სამინდი დენი გაითიშო და დავჭე ისე. ხო, არ არის გამორიცხო. დავჭე ისე გაზაფხული. მართლა მართი შეშვილო რა ვიცი. ლახამინდი ხანა მოიცა რამდენზე ვართ? 37-ზე ვარ. 38-ზე ვართ. ხალხო წავალე ხოლმე დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. აბა ჰო. დავიბან თორე ხალხო რაღაცა ხანაანათებს მზე ხან ჩაკრება და გამარჯვების საქმე რო ვიცი. შეიძლება წამოვიდეს რაღაცა გრიგალი, შტორმი, წვიმა, რა ვიცი, ყველაფერი ტორნადო და გამეთიშოს დენი და დავრჩე მერე ისე. მერე ხო ვიცი, აბაზანაში შევალ, დავიწყებ დაბანას, წავისვო საპონს და მაშინ გაითიშება დენი. ო, აგრე. და მე უნდა ველოდო იმას რა ქვია, წყალი როდის გამიცხადდება. ეგრე იცის, ხო ვიცი, ჩემი ეთავის ამბავი რო ვიცი. არასოდეს არ გამთიშვია, მაგრამ ეხლა გამეთიშება, ხო ვიცი. აბა ჰო. დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. კარგი საღამო გქონდეთ, კარგად იყავით, მაგრად იყავით, ვიდეოებს უყურეთ, რეკლამებს უყურეთ. აბა ჰე. Bye. Bye bye.